ლევან ჯობავას მოქალაქეები თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დახვდნენ და მხარდაჭერა გამოუცხადეს. იყო ვარაუდი, რომ მორაგბე, რომელმაც იარაღიან არასრულწლოვანს პისტოლეტი წაართვა და პოლიციას გადასცა, აეროპორტშივე დაეკავებინათ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეიარაღებულ პირზე სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყვიტა. თქვა, რომ პისტოლეტი პნევმატური იყო და საქმე ძალადობის მუხლით აღწრა. მარნეულში კაცი დაჭრეს, მისი მდგომარეობა მძიმეა, მას ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. ადგილობრივი გამოცემის ინფორმაციით დაშავებული კლინიკაში რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. ვახტანგ გომელაურს დღეს არავითარი ფუნქცია არ აქვს პოლიტიკურ გუნდში, ამბობს ირაკლი კობახიძე გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ ივანიშვილმა მდინარაძეს მაკონტროლებლად გომელაური დაუნიშნა. კობახიძის თქმით, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი არავითარი ფორმით არ არის ჩართული არც პოლიტიკური გუნდის საქმიანობაში და არც ხელისუფლების საქმიანობაში. ფიზკულტურის ინსტიტუტის ადგილზე ნოშრევან ნამორაძის ერთ-ერთი უმსხვილესი პროექტი შეიცვალა და სართულებისა და კოეფიციენტის მატების პრივილეგიით აღარ ისარგებლებს, წერს საბა ბუაძე. პოლიტიკოსის ინფორმაციით, ბიზნესმენის მიერ სახელმწიფოს წინაშე აღებული ვალდებულება შეიცვალა და ჭავჭავაძის ნასვლად სპორტის უნივერსიტეტის კომპლექს დიღმის ჭალების ტერიტორიაზე ააშენებს.